მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. იმედია ყველა კარგად ხართ და ყველაფერი კარგად გაქვთ. მოგესალმებით აქედან, ჩემი რუბრიკით ტაროს პროგნოზი. და ჩემი არხი, რომელიც შექმნილია თქვენთვის და უფრო ორიენტირებულია პირადი ურთიერთობებისთვის და ჩვენი ჰარმონიისთვის, ასევე ენერგეტიკულად, რა ენერგიებში ვართ, რა ენერგიები შემოდის და მოკლედ ბევრ საინტერესო ინფორმაციას გთავაზობთ, თუმცა თქვენგან აქტიურობა მჭირდება, რომ გავიგო ზუსტად რა თემებზე გინდათ გაშლა. შემიძლია ლექციებით ჩავატარო, ვისაც გექნებათ სურვილი გირჩიოთ თუ როგორ ვიცხოვროთ ჰარმონიაში სამყაროსთან, ჩვენს ირგვლივ გარშემომყოფებთან, ადამიანებთან, რომ ეს გადასვლის პერიოდი, რომელიც ახლა დგება და ამ პერიოდში ვართ ფაქტიურად, ჰარმონიულად იმოქმედოს ჩვენზე და აი ესე რო იტყვიან ცოტა იოლად გადავიტანოთ, იმიტომ რომ რაღაც ისეთი მოვლენები მოხდება, როგორც ფიზიკურ დონეზე, სულიერ დონეზე, ფაქით სივრცეში, მატერიალურ სივრცეში და იქ, სადაც ვართ ამ აწყო დროში, რომ ბევრს გაუჭირდება კიდევ ერთხელ ვიძახი, თუ იქნება წყენა, შიში, ანუ დაბალი ვიბრაციები, ხო? იგივე განრისხება, შურისძიება, ესეთი უარყოფითი ემოციები და ნეგატიური ემოციები გაუჭირდება ადამიანებს. ამასთან ერთად დედამიწა თავისი სიხშირე, აი ვიბრაცია დედამიწის, ეს არის სიტყვა, ბგერა, სიხშირე, ხო, რისგან შედგება? პირველად იყო სიტყვა. ანუ ეს სიტყვა იყო ჟღერადობა სამყაროში, რომელმაც შექმნა ეს ჩვენი სამყარო, ხო? მეტაფიზიკურად, ფიზიკურად, მეცნიერულად, სულიერად რო ავხსნათ, ყველგან წერია ეს კოდები. და პირველი იყო სიხშირე, ანუ სიტყვას აქვს, ვიბრაციას. ამაზე ამბობდა ნიკოლას ტესლა. ამაზე ამბობდნენ ძალიან დიდი მეცნიერები. იგივე ახლა აი ამ ბოლო დროს მაგალითად ნატალია ბეხტერევას, რომელიც გამოჩენილი აკადემიკოსია, მეცნიერია, პროფესორია ფიზიკა, მათემატიკის სფეროში, ადამიანი, რომელიც ყველაფერს წონიდა, ზომავდა, ანუ ეს მეცნიერების დამახასიათებელი ასპექტია და ისე არაფერს თქვათ არ იღებდა. ის კი არა იმ კომუნისტურ პერიოდში, როცა ფიზიკის უნივერსიტეტის დოცენტი იყო და მიყავდა მთელი ეს ექსპერიმენტები და იცით, რომ ძალიან დიდი ექსპერიმენტები აქვს ჩატარებული ყველაფერზე. არ სწამდა ღმერთის, არ აღიარებდა აი ამ სულიერებას, იმიტომ რომ მისი, ანუ გონება იყო მეცნიერულად აგებული, სანამ არ დავამტკიცებ, სანამ არ გამოვიკვლევ, სანამ არ შევხედავ, ანუ აი ამ სასწაულების რო იტყვენ არ სჯეროდა. და მოხდა მის ცხოვრებაში ძალიან ისეთი ფაქტი, რის გამოც თვითონ ცხოვრების ბოლო წლებში მიიღო, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელიც გახდა, რწმენაში შევიდა, დაიჯერა, იწამა და თვითონ აქვს დაწერილი მის ცხოვრებაზე. როცა მოხდა განსაცდელი ძალიან დიდი და ზუსტად ის პერიოდი არის აღწერილი. და თვითონ სინანულით საუბრობს და რა თქმა უნდა ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ნათქვამია და აღიარა ის სასწაულები, რომელიც ზემოდან ეშვება, რომელიც ამოუხსნელია მეცნიერებისთვის, ექიმებისთვის და ასე შემდეგ, იმ კატეგორია ადამიანებისთვის, ვისაც არ სწამთ, რომ არსებობს ნამდვილად მიღმიერი ფიზიკური სამყაროს მიღმა, ის სულიერი, ფაქიზი, ასე ვთქვათ, ასტრალური, მენტალური და ასე შემდეგ. სივრცე და რაღაცა აი ის ზებუნებრივი, აბსოლუტური, რომელმაც შექმნა ჩვენთვის ღმერთი,
კურირებს ამ ყველაფერს და მას ყავს თავისი, იერარქიულად დამხმარეები, ხო? ეს თემა ახლა რო გავშალოთ ძალიან დიდ დროს წაიღებს, ამიტომ უბრალოდ მოგახსენეთ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ. მოусმინეთ თუ არა და გადაახვიეთ, როცა ტაროს ვშლი აი იმ პროცესში, ვისაც რა თქმა უნდა დავალი მატერიალისტური დაცემული ენერგიის პატრონებს შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ყველანაირი ადამიანი შემოიხედავს ხოლმე, ამიტომ იმ ათეისტებისთვის მინდა ვთქვა, რომ არ არსებობდეს ღმერთი და არ არსებობდეს ის, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ვგრძნობთ, თქვენ არ ვიცი გრძნობთ თუ არა, მაგრამ ყოველთვის დადგება ის მომენტი ესეთი ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ბევრი ათეისტი და ბევრი ურწმუნო საბოლოო ჯამში მიდის ღმერთამდე, ყველა გზა რომში კი არ მიდის, ჩემო კარგებო, ყველა გზა ღმერთთან მიდის. და რაც უფრო მალე მოხდება თქვენ ცხოვრებაში რწმენა, დაჯერება და მინდობა აი ამ ღვთიურ ზეციურ უზენაეს ნათელ სამყაროს თქვენ მფარველებს უფრო მეტად გაგიმარტივდებად ამ ახალ ეპოქაში, როცა შევდივართ უკვე და ნაბიჯები გადადგმულია, შესვლა, იმიტომ რომ მაქსიმუმი არის ნათქვამი 5 წელი. შეიძლება უფრო მალეც მოხდეს, მე არ ვიცი, ამას ვერავინ ვერ ამბობს დანამდვილებით ზუსტად, მაგრამ პროცესში რო ვართ, გადასulis ვიძახი. ამაზე ყველა თან ხვდება და არა მარტო მეცნიერი, არა მარტო ფიზიკოსი, არა მარტო ეზოთერიკოსი და მისტიკოსი, არამედ საერთოდ ვინცაც შეხება აქვს ამ სამყაროსეულ საიდუმლოებთან და დაფარულ ცოდნებთან. ყველა იძახის ამას. თქვენთვის უკეთესი იქნება, ვიწამებთ და აიმაღლებთ თქვენს ვიბრაციას, ენერგიას და უფრო გასხივოსნდებით, ცოტა მაღალი ნათქვამია, მაგრამ სულიერი გახდებით და გაადამიანურდებით. პირველ რიგში რას ითხოვენ? ნახეთ, ემპათიას. რა არის ემპათია? ვინც არ იცის, იმას უხსნი. იმიტომ რომ შეიძლება არ იცოდნენ, ესეთებიც არიან. როცა შენ შეგტკივა გული სხვა ადამიანზე, როცა შენ გულგრილად ვერ ჩაული ადამიანი შენს წინ თუ დაეცემა, ან მოხუცებული, რომელიც ითხოვს შველას, ეს. და სამწუხაროდ არიან ესეთი ადამიანები ჩვენს ირგვლივ, სხვადასხვა სახელებით მიმართავენ მათ, მე არ ვიცი რა უწოდო კონკრეტულად მათ და რით შევამკო ისინი, მაგრამ საქართველოში უფრო არიან ემპათიური ადამიანები და ალბათ ეს არის ის გადარჩენის იმ გადასვლის მომენტში ის აი ესეთი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, რაც ალბათ გადაგვარჩენს და გაგვიყვანს ღმერთამდე. ამიტომ აქ დაკისრებული საქართველოს ეს სულიერი მისია, იმიტომ რომ ყველა ერებს, ყველა რელიგიებს შორის ამორჩეულია საქართველო, როგორც გინდათ ისე გაიგეთ. მე არ გიმტკიცებთ თქვენ რამეს. მან შეინარჩუნა სიყვარული. ეს მარტო საქართველოს არ ეხება, იმ ქართულ სულს ეხება, ქართულ გენეტიკას, ჩვენს წინაპრებს, გენეალოგიას, საიდანაც მოვდივართ, ჩვენშია ეს ყველაფერი. თუ თქვენში ეს დაძინებულია, აი ზუსტად ეს პერიოდია, ეხლა როცა გაიღვიძებს. და ყველაში იქნება ეს თქვენი წინაპრების სისხლი ჩქეფს თქვენში, გინდათ თუ არ გინდათ, იღებთ თუ არ იღებთ, ასეა. გენეტიკურად ესეა, და ამიტომ ეს ქართული სული გაიღვიძებს. და აი ეს გადაგვარჩენს, თორე რაღაც სასწაული კი არ მოხდება და რაღაც განსაკუთრებულობა კი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, გვაქვს განსაცდელები, გვაქვს ძალიან დიდი დევნა, ძალიან შევიწროება იქიდან, აქედან და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გავიმარჯვებთ და
ჩვენ აი ზუსტად ის რჩეული ერი ვიქნებით. ვინც შეინარჩუნა ღვთის სიყვარული, ღვთის ერთგულება, იდენტობა, ტრადიციები და მოყვასის სიყვარული. ზუსტად ეს ემპათია, ამაზეა ახლა საუბარი ამ წუთას. მოკლედ, ეხლა მე აქ დავდე ორი დასტა. ეს არის The Gilded Tarot card, the Heaven of the Earth, ანუ განსხვავებული ენერგიების. აი ესე დავდე, რომ თქვენ აირჩიოთ პირველი, მეორე. რა თქმა უნდა, იქნება ჯერ სიგნიფიკატორი ენერგიები და ადამიანზე, თქვენთვის საინტერესო ადამიანზე. არა აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი მეგობარია, ახლობელია, ნათესავია, პარტნიორია, ყოფილია, თუ ქმარია, თუ საყვარელი, ანუ თქვენ ჩაიფიქრეთ ეს ადამიანი და ზოგადად შევეხები მის სიტუაციას, ენერგიას, ხო? ეხლა მით უმეტეს კოლექტიურია ჩვენი ენერგოსაინფორმაციო ველი, ამიტომ როცა საჯარო გაშლები, ნახეთ, ბევრი მწერს რომ რეზონირდება, ბევრი მწერს რომ 100%-იანია მართალი, ანუ იმიტომ რომ თითქმის ერთნაირი პრობლემები გვაქვს, თითქმის მე არ ვიძახი ხა, იქ დეტალები არის, რაღაცები განსხვავება, ხო, საჯაროში ხა ზუსტად 100%-ით არ იქნება დამთხევა. მაგრამ თქვენ მიხვდებით, ამას შეიგრძნობთ, რომ თქვენზეა ეს ინფორმაცია. და როგორ მოხდება ეს შეგრძნება? ანუ რა, როცა რაღაცა მიმსგავსებულია და თქვენ ეძებთ პასუხს და იძახით, აი რატომ იქცევა ესე, აი რას ფიქრობს ახლა ჩემზე, აი რა, როდემდე ველოდო, ანუ ხო გაქვთ თავში ესეთი ფიქრები, ხო მოგდით. წინააღმდეგ შემთხვევაში არ შემოხვიდოდით, ხო, ამ ვიდეოს, თქვათ, არ აირჩევდით. ურთიერთობებზე მაგ, პირადზე მაგ. ამიტომ სამყარო აი ამ ინსტრუმენტებით გვაძლევს ინფორმაციას. ყველაზე ერთნაირად არ იქნება, მაგრამ იქიდან რაღაცას მაინც გაიგებთ სათქმენოს. იმიტომ რომ კოლექტიური რას ნიშნავს, ჩვენ ყველა ვართ და ანუ ერთ სივრცეში ვართ, ნახეთ. და ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ბოლოში, ხო? შეიძლება ძალიან დიდი დისტანცია იყოს, ძალიან დიდი სიშორე იყოს, ათასობით კილომეტრი გვაშორებდეს, მაგრამ ენერგია რას ნიშნავს? ის უხილავია და შეიგრძნობა, გინდა იქიდან, გინდა აქედან, ყველა მხრიდან. შენ კონკრეტულად ცვალ კითხვას იმ ადამიანზე და აგერ ინსტრუმენტით გპასუხობენ. ეს არის ინსტრუმენტი, ეს ხა ხმას ვერ ამოიღებს და იქ დეტალების გაშიფრვას ვერ დაიწყებს, ხო? ექსტრასენსულურად და ნათელმხილველურად, რო არის ახლა იმაში საძინებელში შევიდა, ეხა სამზარეულოში გამოვიდა და კადრებს ვერ დაინახავს, მაგრამ ამას აქვს თავისი ენა, სიმბოლოებით, იგივე თავისი მნიშვნელობებით, რითიც ვიგებთ ზოგადად. პირადში გითხარით იმ ადამიანზე, ვინც გაინტერესებს, პირადად სახელი უნდა ვიცოდე, ვეკითხები, დაუსვავ კონკრეტულ კითხვას და ის პასუხობს, მაგრამ ესე ზოგადად მაინც ვიგებთ ინფორმაციას. პირადზე შეგიძლიათ პირადში მომმართოთ, WhatsApp-ში, Viber-ში, ჩემი ნომერი ქვემოთ წერია და კითხვებითაც მაქვს, ონლაინ ზარითაც მაქვს, ანუ თქვენ როგორც მოგიხერხდებათ, voice პასუხებსაც ჩაგიგდებთ თუ არ გცალიათ, სიტყვაზე ვიძახი და მე მოусმენთ, მაგრამ ფაქტია, რომ კარტი არ ტყუის და მე ამდენწლიანი გამოცდილება მაქვს და ვიცი უკვე, როგორც ჩემზე, ასევე სხვებზეც, ხო, ბევრ ადამიანს უშლი და მყავს უკვე ჩემი, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული კლიენტები, ვისთანაც მაქვს ყოველდღიური შეხება, შეიძლება ითქვას და ყოველთვის დებენ თავიანთ პროგნოზს. რა სიტუაციაში არის ეს ადამიანი, კარტი გვაძლევს ამ ინფორმაციას. ნუ მოკლედ, დანარჩენი თქვენთვის მომინდვია,
მადლობას გიხდით თუ აქამდე მიყურეთ და ეხლა გადავედით პირველი იქნება The Gilded Tarot card. ვინც ამოირჩია პირველი ვარიანტი. შეგიძლიათ ორივეს უყუროთ, იმიტომ რომ შეიძლება ორივეში იყოს ის პასუხი, რაც თქვენ გაინტერესებთ. ეხლა ბევრი მწერს, რომ აი მეორეც რაღაცა რეზონირდა, პირველი ხო დაემთხვა, მეორე ხო, მეორეც მე მგონი ჩემია, არის ესეთი მომენტები, რომ შეიძლება ორივე ვარიანტი დაემთხოს. ამიტომ მოусმინეთ ორივეს. შეიძლება აირჩიოთ ერთი ან მეორე, მაგრამ მოусმინეთ ორივეს. გაიცით, აბა რას გვეუბნება, ჩვენ ხო არ ვიცით, თქვენთან ერთად ვშლი მეც და მეც ვიგებ თქვენთან ერთად იმ ინფოს, რაც მოდის. ჩაიფიქრეთ ახლა ადამიანი და ვნახოთ, ვინ მოვიდა ახლა, აი, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, პირველი ვარიანტი, ვინ მოვიდა ჩვენთან. ადამიანი, რომელთანაც გაქვთ კონფლიქტი ახლა, ადამიანთან, რომელთანაც გაქვთ რაღაცა პრობლემა, შეიძლება ბიზნეს პარტნიორია და არ არის, ვთქვათ, იგივე თქვენთვის საყვარელი ადამიანი, არ ვიცი, მაგრამ რაღაც ფულზეა საუბარი, გაყოფაზე, ან კრიზისშია, ვალები აქვს, ან რაღაცა ეგეთი მომენტი აქვს და გადასახდელი აქვს, ან თქვენთან უნდა გადაიხადოს კონკრეტული ვალი, ან მარტო ფულზე არ არის აქ საუბარი, ნახეთ, რაღაცა აქ თქვენთან გადასახდელი, ანუ შეიძლება რამე ტრავმა მოგაყენათ. და ზუსტადაც რომ ბევრი ენერგია გაეცით, ანუ ეხლა უნდა დაგიბრუნოთ, მაგრამ იმდენად დაცლილია ვერ გიბრუნოთ. შეიძლება ეს მომენტიც იყოს. ყველაფერს ფულზე ნუ გადავიყვანთ. რა ენერგიებში ეს ადამიანი? ჩაიფიქრეთ. ეხლა მწუთას რა ენერგიებში. კი, ფულთან დაკავშირებით ამოდის ძალიან დიდი პრობლემა. როგორც თქვი, თავიდანვე ესე ამოვიდა. განიცდის რაღაცას, არ ყოფნის, რაღაცა გადასახდელი აქვს, რაღაცა გასაკეთებელი აქვს, ანუ ცოტა გამწარებულია, ანუ როგორ გითხრათ, გაუხეშებულია. ანუ მის სტაბილურობას აქვს შერყეული. პრობლემა აქვს და თან აქ შეინიშნება გულდაწყვეტა, იმედგაცრუება, შეიძლება რაღაცას ელოდებოდა და არ მოუვიდა დროულად და ამიტომ ეხა ესე არის, რას ბრძოლის, აი, გაღიზიანებული და ისეთი რო ხარ, აი, თან რო თავს იცავ. კარგით, თქვენთან მიმართებაში ზოგადი ენერგიები აქვს, თქვენთან მიმართებაში რა ხდება, აბა? ეს ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის პირველი ვარიანტისთვის, აი თქვენთან მიმართებაში როგორ არის, რა სიტუაციაა. პრინციპში ცუდად არ არის, მაგრამ აქ ამოდის სტაგნაცია. რატო? ნახეთ, როგორი მდგომარეობაა, ჩემო კარგებო. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, კარტი მაჩვენებს. მერე რატომღაც გაჩერდა, სტაგნაციაში ჩაიგდო თავი, არ ვიცი რა, ნაბიჯი ვერ გადადგა რა, მაგრამ აქ ამოდის დროს ტარება, სიამოვნების მიღება, რის გამოც დაისაჯა. მე არ ვიცი თქვენთან მიიღო ამ ადამიანმა სიამოვნება თუ თქვენს ზურგს უკან კიდევ ვინმე სხვასთან დრო ატარა, ასე ვთქვათ, ხო, ზოგადად, იმიტომ რომ აქ ეხა მარტო ის არ ამოდის, ერთი ადამიანი, კამპანია ამოდის, რამოდენიმე ერთად რაღაცა, მოდით რო გავატაროთ სუფრა, ესეთი მომენტი. და შემდეგ ან თქვენთან იყო ესეთი მომენტი. შემდეგ რა მოხდა? შემდეგ მოხდა რაღაც სიახლოვე და გზა წასვლა. ანუ აქ მაჩვენებენ, რომ შემდეგ მოხდა ინტიმი, თუ არა და აქტიურობა. პირდაპირ ის კარტია და ამიტომ ეხა რა ვქნა და მერე ანუ გზა, ანუ გასვლა ამ ადამიანის და ეხლა გულ დაწყვეტა. მაშინ რაზე წყდება ამ ადამიანს გული? თუ მოხდა ის, რაც მოსახდენია. რაზე წყდება გული? გრძნობა გაუჩნდა, წარსული სიყვარული. გაახსენდა წარსული სიყვარული. ნახეთ, ამ ადამიანს გაუჩნდა გრძნობა, ძალიან მოეწონა ის მომენტი, რაც იყო.
გზაზეა დამდგარი ან წავიდან, გავიდან, მოკლედ გზა მოდის, შეიძლება თქვენ ცხოვრების გზა არ ვიცი, ან გაუშვით თქვენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ამოდის, რომ დრო არ ყოფნიდა, რომ უფრო მეტად მიიღოთ თქვენთან ის სიამოვნება, რაც მიიღო და ამას იხსენებს და ეს ახსოვს, იმიტომ რომ წარსულის კარტი ამოდის. აი ეს წარსული სიყვარული, ხო? აი რომ არის ვთქვათ, პირველი სიყვარული, რაღაცა ესეთი მომენტები, ხო, ადამიანს, ხო, ახსოვს. ხო და აი ეს გაუღვივეთ, ან ხართ თქვენ მისთვის წარსული სიყვარული, დაუტრიალეთ ეს ყველაფერი, გაუცოცხლეთ ეს ემოციები და ხო იცით რომ ემოციებია ყველაფერი და ამის დასტაბილურება მოუნდა და ეს რომ ვერ შეძლო, ამიტომ წყდება გული. მაშინ გამოჩნდება ეს ადამიანი? პირველი პოზიცია. ეხლა დროებით განდეგილის პოზიციაში ჩანს, რაც ამოდის, რომ რაღაცაზე უნდა რაღაცები უნდა გაანალიზოს, რაღაცებზე უნდა ჩაკეტილია რა. ან წასულია, როგორც გზა მაჩვენებს. მოკლედ სხვადასხვა ვარიანტებია, მაგრამ ეხლა თუ არ გამოდის კონტაქტზე, ნახეთ, იხსენებს რაღაცეებს, აანალიზებს, ფიქრობს, თითქოს უნდა რომ მარტო დარჩეს. მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მომავალში აქ გეგმები, რაღაცა გადათამაშება, რაღაცა რეალიზაცია, ანუ თქვენთან მიმართებაში ვიძახი. ეხლა ნერვიულობს, კიდევ ერთხელ ვიძახი, ფინანსური პრობლემა ამოვიდა თავში. შეიძლება იმას ნერვიულობს, რომ არ აქვს კონკრეტული თანხა, რაღაცა, არ ვიცი, ეხლა ეს დეტალები, ხო გესმით, საჯარო გაშლაა. უნდა იყოს პირადი, რომ ზუსტად გითხრათ. და თან ორმხრივი კონტაქტი მჭირდება თქვენ, რომ ანუ გელაპარაკებით, გესაუბრებით, თქვენ ხო მიხსნით სიტუაციას მოვლენებს, იქიდან გამომდინარე უკვე ვიგებ. რაზეა საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ თუ არ ჩანს ეხლა, იმიტომ რომ ფინანსური პრობლემა აქვს. მაშინ მოუგვარდება ეს პრობლემა? მაგრამ იმ მომენტებს იხსენებს კარგად, კი მოუგვარდება. რამდენ ხანში? ანუ ფულს იშოვის, როგორც ჩანს და გადაიხდის ვალებს, თუ ვალები აქვს. მალე, აი გზიდან ელოდება, ან გზაზე დგას, ან გზა მისი ხსნა, ახალი დასაწყისი, ეს გზა შველის გადასულა და მერე დასტაბილურება ამოდის და თქვენთანაც შეხვედრა ამოდის. მოკლედ, მოდით კარგად დავასრულოთ ახლა ეს კარტი. მალე ამოდის, გზა ამოდის, სიტუაციის მოგვარება და ისევ ამოდის პაჟი თასების, რაც ნიშნავს, რომ ანუ გადმოიდგმება ნაბიჯი თქვენთან, რომ დაასტაბილუროს ურთიერთობა, ანუ ფიქრობს თქვენზე. თუ თქვენ შორის მოხდა სიახლოვე, იცოდეთ, რომ მას ეს არ დაავიწყდება. თუ არა და უნდოდა და ფიქრებში მოხდა, ხო? ვერ გავიგებთ. კარტი კითხულობს ფაქიზი აი ესეთ სივრციდან ინფორმაციას, რომელიც ძალიან პერსონალურია, ხო, პირადულია და თან კიდე ფიქრებსაც კითხულობს, ხო? ამიტომ მე ხო არ ვიცი რა მოხდა თქვენ შორის. კარტი მეუბნება, რომ ეხლაც იხსენებს. ეხლა მეორე ვარიანტთან გადავედი. Heaven and the Earth, ეს არის გნოსტიკური კარტი. ჰერმესის სტულის სტილით, რაც ნიშნავს, რაც ზემოთაა, ის ქვემოთაა, ეს არ არის ცუდი გაგებით. ჩვენ გამონათქვამებშიც ხო გაგვიგია, ეს ადამიანი რაც ზემოთაა, ის ქვემოთაა. ანუ ჩვენ ცუდი გაგებით გვესმოდა ეს, ნახეთ. და ამის მნიშვნელობა სულ სხვა რამეა. ანუ ეს არის სამყაროს ერთ-ერთი კანონი, რაც ზევითაა, ის ქვევითაა. რაც შიგნითაა, ის გარეთაა. ეს არის გნოსტიკების ჰერმესის სტული, ძალიან ძველი სამყაროსეული ერთ-ერთი დაფუძნებული კანონი იმ პირველ საწყისიდან, რომ ესე ადამიანი მოწყობილი. ზემოდან მოდის ინფორმაცია, იმას ვიღებთ ჩვენ ქვემოთ და ეს მატერიალიზდება, ესეა, ნახეთ, რაც შიგნით გვაქვს, ნეგატივი, ჭუჭყისი, ბინძურე, თუ რა თქმა უნდა დაბალ ვიბრაციებში ვართ, იმას გამოვცემთ გარეთ. თუ გვაქვს სიყვარული, სითბო, სინათლე, ნახეთ, და ნათელი ვართ, იმას გვასხივებთ და გამოვცემთ გარეთ. ანუ აი აზრი, უნდა წაიკითხო ადამიანმა, მარტო ის არ არის სიტყვების ყრანტალი.
ყველაფერს დაფიქრება უნდა. ნახოთ ახლა ვინ მოვიდა მეორე აი ესე დავდებ რომ იცოდეთ რომ მეორეა, მეორე ვარიანტი. ვინ მოვიდა? ვინ ჩაიფიქრა მეორე ვარიანტი? ვინ მოვიდა? ვა, აქ ორი ადამიანი ამოდის. ანუ სიტუაცია როგორია? საიდუმლო. ეხება საიდუმლოს ამოხვედით თქვენ ჩემო კარგებო. არ ვიცი ვინ ხართ და ასე შემდეგ, მაგრამ ვინც არ უნდა იყოთ. ამოდის ორი მამაკაცი. ერთთან ოფიციალურად გაქვთ ურთიერთობა, მეორესთან არაოფიციალურად. და ამოდის თქვენი გრძნობა, დაფარული, დამალული ორივესადმი, ანუ შეიძლება ერთი ყავთ და მეორეზე ფიქრობთ. ან ერთთან ხართ და მეორე კაი ვარიანტი გამოჩნდა, მე ხო არ ვიცი ამდენი ინფორმაცია რაც მოდის, საჯაროა. და თქვენი პოზიცია, რომ ჯერჯერობით დავფიქრდები. თუ არ ყავთ, ანუ პარტნიორი, მაშინ ორი ადამიანია, რომელსაც ვერ ირჩევთ და იძახით, აი დავფიქრდები, პოზიციების დაცვაში ხართ, ფიქრობთ და ეს არის საიდუმლოდ, დაფარულად. რახან დაფარულად ამოვიდა, ამიტომ ფიქრობ, რომ ესე იგი ყავთ, მაგრამ გამოვიდა კიდე მეორე. ნახოთ ახლა ეს, ვინც თქვენ გაინტერესებთ. ეს ადამიანი ჩაიფიქრეთ, რა ენერგიებშია ის და ვინ არის. რახან არჩევანის წინაშე ხართ? როგორც ჩანს, ამ ადამიანსაც ძალიან განცდები ქონია თქვენთან მიმართებაში, არ აძინებს ფიქრი თქვენზე. რატომ? იმიტომ რომ იცის, რომ თქვენ ყავთ ან ოფიციალურად ყავთ მეუღლე, ან და ყავთ პარტნიორი და თქვენთან ურთიერთობა დასრულებული არა აქვს ამ ადამიანს, ანუ ვინც ახლა ჩაიფიქრეთ. არ უნდა თქვენთან ურთიერთობის დასრულება. მაშ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენს? აი ხო ხედავთ როგორი განსხვავებული ინფორმაცია არის, პირველი სხვა იყო, მეორე სხვა არის. ანუ ენერგიები, ხო? ასევე ტაროს დასტებიც. რაც ზემოთაა, ის ქვემოთაა. ანუ ჩაგვახედა ქვემოთ. ამოატივტივა რაღაც საიდუმლოებები, ხო? საჯაროა, მაგრამ მაინც ინფორმაციას გვაწვდის. ამ ადამიანს, ვინც დაფარულად ფიქრობს თქვენზე და თქვენ ყავთ პარტნიორი, მაგრამ მაინც ვერ ამოხვედით მისი გონებიდან, მისი ფიქრებიდან და არ უნდა დაასრულოს ურთიერთობა, რა ემოციები, რა გრძნობები, რა ფიქრები აქვს თქვენთან მიმართებაში. ძალიან განიცდის. დამანგრეველია მისთვის ის რომ თქვენთან სიახლოვე არ აქვს ამ მომენტში. ის რომ თქვენ შეიძლება სხვასთან ხართ და მასთან არ ხართ. ეჭვიანობს კიდეც. აქ ამოდის აღდგენა ენერგიების, აქ ამოდის დანგრევა, ანუ მისი ფიქრები, დარდები თქვენზე, რომ თქვენ იმასთან ხართ, შეიძლება ის აირჩიეთ. აი, გეუბნებით დეტალები არ ვიცი, ხო? აი ხა რო იყოთ პირად კონსულტაციაზე, მაშინ მივხვდებოდი რაზეა საუბარი. აქ ამოდის რომ ერთ თვეზე მეტია, გაქვთ ურთიერთობა, ანუ კაი ხანია რა, აი ესეთი ურთიერთობა გაქვთ, ან შორს არის ეს ადამიანი სხვა ქვეყანაში, ანუ მანძილი ამოდის. მაგრამ თქვენ სოციალური ქსელებით ამოდის კონტაქტი თქვენთან და რომ მართლა იზიდავთ, ეხა სამყაროს კარტი არის ტრანსცენდენტალური სიყვარული, ეს არის პლატონური სიყვარული. შეიძლება არც ქონია შეხვედრა და ისე ხიბლავთ თქვენი ფოტოები და თქვენთან ურთიერთობა მიმოწერით გაქვთ, არ ვიცი, ხო? რაც ამოდის ინფორმაცია გეუბნებით და აბა როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა? გაგრძელდება აუცილებლად, სამყაროს კარტი ამოდის, თვითონ სამყარო აუცილებლად გაგრძელდება. თვითონ სამყარო უკაცრავ თვითონ სამყაროს უნდა რომ თქვენ იყოთ ერთად, ანუ თუ სოციალური ქსელებით გაქვთ, თუ შორიდან გაქვთ, თუ მიმოწერა გაქვთ, თუ ანუ
მანძილს აჩვენებენ, ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება და ჯერჯერობით ესე იქნება, ანუ მანძილი ამოდის. ვერ გივიწყებთ ეს ადამიანი ნერვიულობს, დაარდობს, აქ გრძნობა და ისევ ისე, ანუ როგორც გრძელდებოდა, ხო, მიმოწერით თუ რა ვიცი, ვიდეო ზარებით თუ ასე შემდეგ, გაგრძელდება, არ უნდა თქვენი დაკარგვა. აი, ესე იყო მეორე ვარიანტი, თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ, თუ რეზონირდა, მითხარით, მაინტერესებს პასუხი და თუ მსგავსი სიტუაცია არის, ესეც მაინტერესებს და კიდე, ანუ რა თემებზე ჩავწერო. მადლობა თქვენ და საბოლოო ჯამში აქ პოზიტიური კარტია, ნახეთ. შეიძლება სამყარომ საერთოდ შეგაერთოთ ერთად. მე ხო არ ვიცი. ეს უკვე პირადში. აბა, კარგად.